მოგესალმებით მეგობრებო, ამ ვიდეოში ჩვენ შევეცდებით გავაანალიზოთ რელიგიისა და მეცნიერების ურთიერთობა. გავამხილოთ მათი მსგავსებები და განსხვავებები და დავსვათ კითხვები ამ ორ სფეროს შესაძლო თანაარსებობის შესახებ. ათასწლეულების მანძილზე ადამიანები ცდილობდნენ სამყაროსა და საკუთარი თავის შეცნობას. ორი ძირითადი გზა, რომლითაც ჩვენ ამ კითხვებზე პასუხს ვეძებთ, არის რელიგია და მეცნიერება. დღეს ჩვენ შევეცდებით გავაანალიზოთ მათი ურთიერთობა და დავსვათ კითხვები, რომლებიც ადამიანებს ათასწლეულების მანძილზე აწუხებდათ. თუ საინტერესებდა ადამიანს, რა არის სამყარო და რა არის ადამიანის დანიშნულება ამ სამყაროში. ამ კითხვაზე პასუხის მოსაძებნად ორი ძირითადი გზა შეიქმნა: რელიგია და მეცნიერება. ძველ დროში ხალხი ღმერთებს მიმართავდა ამ კითხვაზე პასუხის აძიებლად. მეცნიერება კი მხოლოდ ბუნების დაკვირვებით იწყებდა განვითარებას. შუა საუკუნეებში ეკლესია ძალიან ძლიერი იყო და მეცნიერება მათ წესებს უნდა დამორჩილებოდა. თუმცა განმანათლებლობის ეპოქაში მეცნიერება დამოუკიდებელი გახდა და ეკლესიასთან დაპირისპირება დაიწყო. გალილეო გალილეისა და ჩარლზ დარვინის მაგალითზე ვხედავთ, რომ მეცნიერული აღმოჩენები ხშირად შედიოდა კონფლიქტში რელიგიურ დოგმებთან. დღესდღეობით მეცნიერება განაგრძობს სამყაროს შესახებ ახალი ინფორმაციების მოპოვებას, რაც ახალ კითხვებს ვადებს რელიგიისა და მეცნიერების ურთიერთობის შესახებ. მაგალითად, ქრისტიანული სამება, მამა, ძე და სულიწმიდა ერთი ღმერთის სამი გამოვლინებაა. შეიძლება გარკვეულწილად შევადაროთ დროს, სივრცეს და მატერიას, რომლებიც ჩვენი სამყაროს სამი ფუნდამენტური კომპონენტია. ანალოგიურად, როგორც სამებაში სამივე პიროვნება ერთმანეთთანაა დაკავშირებული და ერთიან მთლიანობას ქმნის, ასევე დრო, სივრცე და მატერიაც ურთიერთდაკავშირებულია და ქმნის ჩვენს სამყაროს. ქრისტიანული თეოლოგიის მიხედვით, სამება არის ერთი ღმერთი, რომელიც სამ პიროვნებაშია გამოვლენილი. ძე ღმერთი შემოქმედია და სამყარო შექმნა, ხოლო მეცნიერების თვალსაზრისით დიდი აფეთქების შედეგად შეიქმნა დრო, სივრცე და მატერია, ანუ სამყარო. ზემოთხსენებულ ორივე შემთხვევაში თითქოს ერთი და იგივე აქცია გვაქვს საუბარი, რაღაცის დასაწყისი. ორივე შემთხვევაში არსებობს რაღაც დიზაინი ან გეგმა. რელიგიური თვალსაზრისით სამება არის სამი სხვადასხვა პიროვნება, რომელიც ამავდროულად წარმოადგენს ერთ ღმერთს. ხოლო დრო, სივრცე და მატერიის განსაზღვრისას ეს სამივე ელემენტი ასევე არსებობს ცალკეულად. თუმცა სამივე ერთად ქმნის სამყაროს სტრუქტურას, ანუ იმ სამყაროს, სადაც ჩვენ ვარსებობთ. ერთ შემთხვევაში სამების ბუნება სრულიად გაუგებარია ადამიანისთვის და წარმოადგენს რწმენის საგანს. ასევე მეცნიერებაც დღემდე ცდილობს დრო, სივრცე და მატერიის ბუნების გაგებას. თუმცა ბევრი კითხვა აქაც დღემდე უპასუხოდ რჩება. საბოლოოს ამ თემის დასასრულს დავსვათ ასეთი კითხვა: იქნებ ამ ორი ერთმანეთისგან დამოუკიდებელი და სრულიად განსხვავებული სფერო საუბრობს ერთი და იგივე სტრუქტურაზე. თუმცა ერთი შემთხვევაში ეს ინფორმაცია მიღებულია სამყაროს მიერ სიბრძნის გაზიარებით ადამიანებში, რომლებმაც ეს ინფორმაცია დაამუშავეს აზროვნების მეშვეობით. ხოლო მეცნიერებამ ეს ყოველივე ცდებისა და ფიზიკური დაკვირვების შედეგად გაარკვია. სამყარო მართლაც შესანიშნავია თავისი უნიკალურობით და ორი სხვადასხვა სფერო, რომლებიცაა რელიგია და მეცნიერება, რომლებიც ჩვენმა სამყარომ დაბადა, იქნებ მართლაც ერთმანეთს ეთანხმებიან. დააფიქსირეთ თქვენი აზრი კომენტარებში და თუ კი დაგაინტერესათ მსგავსმა თემამ, დაალაიქეთ და გამოიწერეთ არხი. ჩვენ კი უახლოეს მომავალში აუცილებლად შევხვდებით მსგავსი საინტერესო თემებით.